თავი მესამე. ამიტომ, რაკიმეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, მოვისურვეთ ათენში მარტოდ დარჩენა და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთისმსახური, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში. რათა არავინ შემდგრგალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან თვითონ იცით, რომ ჩვენ საამისოდ ვართ დადგენილნი. ვინაიდან მაშინაც, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით ჭირი მოგველის მეთქი, რაც ახდა კიდეც და თავადაც მოგეხსენებათ. ამიტომ ვეღარც მე შევძელი მეტის მოთმენა და გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად. ვაი თუ განგცადათ მაცდურმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა. ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაგვიბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გაახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ თქვენი. მაშინ თქვენით ვინუგეშეთ თავი, ძმებო, ყველა ჩვენ სუბედურებასა და გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით, რადგან ახლა ვცხოვრობთ, რა კი გამტკიცედ გახართ უფალში. როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე. დღედაღა მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ. უფალმა გაგიზარდოთ და გიმატოთ სიყვარული ერთი მეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენთან, რათა განმტკიცდეს თქვენი გული უბიწოთ სიწმიდეში, ჩვენი ღვთის და მამის წინაშე, როცა მოავა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყველა თავის წმიდასთან ერთად.